პატარა იყო ჩემი უფროსი ქალიშვილი, აქ მყავდა ოკუპაციის მუზეუმში და აი გვერდით ოთახში არის მაროს სტენდი, ასე ვთქვათ და უყურეთ და მთელი ეს სივრცე უხმოდ შემოვიარეთ. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ერთადერთი ამ სტენდთან გაჩერდა და ასეთი ლამაზი გოგო რატო მოკლეს? ნუ აუხსენი რა სიტუაციაც იყო შეძლებ ის დაგვარად, მაგრამ ხო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაია რადო ეს და ყველა შვილებიც უნდა მოვიყვანოთ და მე შვილიშვილებიც საერთოდ მუზეუმებში უნდა ვატაროთ, იმიტომ რომ იქ პათეტიკის გარეშე მართლა შენახულია ქართული სრული ის ისტორია, რომელზეც რაღაცა ნუ ამ ალბედობის გამო, საქართველოს ალბედითი ისტორიის გამო საერთოდ დიდი წყვეტა ეპოქებს შორის. და ამ მუზეუმებში რაღაცნაირად შეიძლება ეს მთლიანად წარმოიდგინო რა ეს ყველაფერი გაიასო. ნამდვილად. რა კაი კაცი ხარ და ზუსტად მასეთი კითხვის დასმა მინდოდა. და რატო? თუ საუბრობდით ხოლმე შვილებთან ჩვენი ისტორიაზე და რატო ვკითხულობ ამას? ვაჟი ყავთ დავითი. პირველი შვილი სანდრო რომ მოვიყვანე, სადაც 10-12 წლის იყო დაახლოებით. და როვა ჩვენი ოკუპაციის მუზეუმი ის ღამე არ ეძინა სანდროს. ცოტა ზედმეტები მომივიდა რუსეთზე უარყოფით რაღაცების მოყოლით და ეხა თავს ვიკავებ პატარასთან. თუმცა ვცდილობ რომ ჩვენი ისტორია მოუყვე იცოდეს ასე თუ ისე. თუ გქონდათ ხოლმე საუბრები ამ თემაზე? ბოდიში ბატონკობა ერთს დავამატებ, ახლა ვიღაცამ შეიძლება ცუდად გაიგოს მიშოს ნათქვამი, რომ ზედმეტი მომივიდა რუსეთთან დაკავშირებითო. ანუ ზედმეტში გულისხმობს, რომ ძალიან ლანძღა. ხო და მე რუსულს აღარ ვისწავლე რუსულს. სრულად შეასრულა ყველაფერი, რაც რუსზე იწყებოდა, თორე რუსი ერია და ოკუპანტია და საზიზღარია, ეგ ძალიან სწორად მიაწოდა მიშო. ვიცი, აი რა არის, ზოგადად რა თქმა უნდა, როცა ვთქვი, რომ თლათ კარგი მამა ვერ ვიყავი, რაღაც მომენტში პირზე მქონდა ბოქლომი რა. აი ის რაც აი იმ პოდკასტებში მოვყევი, ნაწილობრივ იმიტომაც გავაკეთე ეს, რომ ეს ინფორმაცია რაც მქონდა და შემაშვილებმა არ იცოდნენ, არ მქონდა მოყოლილი ეს ყველაფერი და მე მითხეს რომ ავარეები გაგივლიაო მამა